მოკლედ ჩემი აზრით დღევანდელ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება იქ არის, რომ იყო რაც შეიძლება მოქნილი არ გულისხმობ მხოლოდ ფიზიკურად, გულისხმობ იყო მოქნილი ცვლილებებში რა, იყო სამყარო ისე მიიღო, რომ არ სჭირდება ამ ყველაფერს ზედმეტი ფიქრი რა, ვინც ზედმეტ ფიქრობს ის ყოველთვის ის უმეტეს შემთხვევაში ვერ იმარჯვებს, თუ ნაადგი და პირდაპირ გააკეთო. როცა რაღაცა იდეა არის, ადგები გააკეთებ და სისწრაფე არის რა, მან თავარი. როცა სისწრაფე გააქვს და მან ყველაფერს აკეთებ, მან ხედავ, ანუ ეგ ყველაფერი გამოდის თუ არა, თუ არ გამოვიდა ეგ ყველაფერი, შეცვლი რაღაცას, ესე გააკეთებ, ან სხვანაირად გააკეთებ, რაც უფრო სწრაფად გააკეთებ, მით უფრო მალე მიხვდები რა არის შეცდომა, რა უნდა გამოასწორო, რა უნდა გააკეთო ახალი, ან ასე შემდეგ რა, ან ის საერთოდ მუშაობს თუ არა და სხვა რამე თუ არის გასაკეთებელი. თუ ერთ რაღაცაზე დაიწყებ ფიქრს, რომ ხა ეს გავაკეთო, მაგრამ იქნებ ესე არ გამოვიდეს, უკვე იმდენ დროს კარგავ, რომ ეგ უკვე სხვებმა გააკეთეს და უკვე აზრი აღარ აქვს მაგ ყველაფერს გაკეთებას, იმიტომ რომ უკვე დამარცხდი რა, უკვე იმდენი ხანი გაჩერდი ერთი და იგივე ადგილზე და იმდენი ხანი ფიქრობდი, რომ უკვე დამარცხდი რა და სამყარო ეგრე არ მუშაობს, უნდა ადგე, გააკეთო 100 მცდელობიდან ერთი გამოვა, ის ერთი მცდელობა იქნება ის, რომელიც გაიმარჯვებს და ის, რომელიც ამას გამარჯვებას გადაფარავს ძლიანობაში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სამყარო ის არ არის, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ, რომ ანუ მე რომ 1-2-იანს თუ მიიღებ, მე მთელი წელი სრო 10-იანები მიიღო, ძალიან რთული იყო, რომ 10-იანი მთლიანად გამოსულიყო რა. ხოლო სამყარო ეგრე არ არის, სულ რომ ყველაფერში დამარცხდე, ცხოვრებაში ისე არის, სულ რომ ყველაფერში დამარცხდე, ყველგან 2 გქონდეს, იმ მაგალითად რომ გავაკეთეთ ყველაფერი, სულ რომ 2 გქონდეს ყველაფერში, 100-ჯერ 2 გქონდეს და 1-10 გქონდეს, ეგეთ 1-10 ყველაფერს ფარავს რა, ანუ საპირისპირო არის ვიდრე იქ. საპირისპირო ძალიან ბევრ რამეში არის, მაგრამ ეხლა არის საპირისპირო ძალიან ბევრ რამეში ხდება და ძალიან ბევრ რამეში არის ყველაფერი საპირისპირო სკოლასთან, მაგრამ ეხლა არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ძალიან ეს არის საინტერესო რაღაცა არის ის, რომ გამარჯვება გარანტირებული არის, უბრალოდ მაგ წმენაში ხან-ახან ხდება ისე, რომ ვერ ხედავ რაღაცა შედეგს და მანდ ხალხის უმეტეს ადამიანების შემთხვევაში მანდ წმენა იკლებს ხოლმე რა და მაგიტომ მე ზოგი სიტყვაზე აღარ აგრძელებს, ზოგი ნაკლები რწმენით აგრძელებს და ნაკლები რწმენით რო აგრძელებ, ეგ მაინც და მაინც კარგ შედეგებს არ იძლევა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ გარანტირებული არის, აი როგორც ვარჯიშის მაგალითი რო ავიღოთ, ხო? ერთი წელი რო ივარჯიშო, ხო გარანტირებული არის, რომ რაღაც კონკრეტულ ფორმაში მოხვალ, ერთი წელი რო ივარჯიშო, კარგად, სწორად, განავითარო ისწავლო ის როგორ განავითარო ეს ყველაფერი, კვება დაალაგო და ასე შემდეგ და ნელ-ნელა განვითარდე ერთ წელში, ხო? პროფესიონალი ადამიანი ხო გეტყვის, რომ ერთ წელში დიდი შედეგის არა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგის მიღება შეგიძლია ვარჯიშით. ეხლა აქ დროზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ანუ ის ხო არ არის, რომ ვარჯიშს რო დაიწყებ და კვებასაც დაიცავ და გონია, რომ შედეგი არ გექნება, არა, ხო? პირიქით შედეგი გარანტირებული არის, რომ გექნება თუ კვებას დაიცავ, თუ ივარჯიშებ, თუ იმ სწორი მიდგომით განავითარებ ამ ყველაფერს და ესე თუ ანუ გააგრძელებ, შედეგი არის გარანტირებული. ისევე არის ყველა სხვა დანარჩენშიც რა, უბრალოდ არის ისე, რომ ვარჯიშის დროს როგორც არის, мотиваცია მანდ გეკარგება, მე რწმენა გეკარგება და მთავარია ეგ რწმენა არ დაკარგო, რომ ანუ ეგ აზრი გქონდეს, რომ ეგ გარანტირებული არის რა, აი ამას თუ დაიცავ, ამას შეასრულებ, ეს ამ ნაბიჯებს გადადგამ და ამას გაივლი, ეგ გარანტირებული არის, უბრალოდ ფოკუსი უნდა მოახდინო აი ამ ნაბიჯებზე თვითონ, რომ ეს ნაბიჯები უკეთესად გააკეთო, იმიტომ რომ უფრო მალე მიხვალ დანიშნულების ადგილზე, უფრო ხარისხიანი იქნება და ასე შემდეგ. დროებით ესეთი თქოს აღარ ჩანს, მაგრამ ეგ დროებით ამოიფარა სავარაუდოდ და ეხლა ისევ გამოანათებს. ის თქმა მინდა, რომ მოქმედებაში ყოფი ადამიანი ყოველთვის გაიმარჯვებს რა, სწრაფად უნდა იყო ყურადღებით და მოქმედებაში უნდა იყო და თითოეულ ნაბიჯზე ფოკუსირება კარგად უნდა გააკეთო რა.